1956 წლის ბოლოდან ეს მანქანა GAZ 21 ხელმისაწვდომი იყო საბჭოთა კავშირის მაცხოვრებლებისთვის სულ რაღაც 16000 მანეთად, ხოლო 1960 წლიდან უკვე 5000 მანეთად. არავინ იფიქროთ, რომ ფასი დააკლეს. არა, ამ პერიოდში ფული შეიცვალა და ახალი მანეთი ძველთან შედარებით ბევრად უფრო მეტად ფასობდა და საბოლოო ჯამში ფასი იგივე გამოდიოდა, უბრალოდ ციფრები შეიცვალა რა. მაგრამ 1960 წლიდან ეს მანქანა 5-6000 მანეთი ღირდა, ეს ახალი, თუმცა მისი ყიდვა თითქმის შეუძლებელი იყო, დაახლოებით 7 წლიანი რიგი იყო საჭირო, რომ ეს მანქანა მიგიყო განაწილების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჯერ უნდა ეთქვათ, რომ კი, შენ ამ მანქანის ღირსი ხარ, შეგიძლია მისი ყიდვა, მერე უნდა მოგეგროვებინა ეს 6000 მანეთი, მიხვიდოდი, გადაიხდიდი ფულს და 7 წლის მერე მანქანას მოგცემდნენ. კი ბატონო. თუმცა ადამიანების უმეტესობა ამ ავტომობილებს ყიდულობდნენ მეორად ბაზარზე, ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტად. ანუ ვიღაცა იყიდდა ხოლმე ამ მანქანას, გამოიყვანდა, მერე მიყავდა და გადაყიდვას ახდენდა ხოლმე, ესე გადაყიდდა და ფულს უგებდა რა, საკაიფო ფული რჩებოდა სხვათა შორის ეგეთ რაღაცეებს ვინც აკეთებდა. ხო და ასე და ამგვარად, მეგობრებო, ქვეყანაში, სადაც მაქსიმალური ხელფასი იყო 200 მანეთი, ადამიანები ყიდულობდნენ 18000 მანეთად შეფასებულ ნივთს და დადიოდნენ რა ქუჩაში რა. ესე ჩვენი საბჭოთა კავშირი და კეთილდღეობა.